აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმისა და პლენალური სხდომი ჩატარდა, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრს ალიონა ჩხოტუას ინტერპელაციის წესით მოусმინეს. მინისტრმა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით დასმულ შეკითხვებს სამომწურავი პასუხები გასცა. კითხვები 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახელმწიფო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობასა და მიმდინარე პროგრამებს ეხებოდა. მინისტრმა ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ სამინისტროს ეფექტური პროგრამები აქვს, რომელთა შორისაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა აფხაზეთის შესახებ ცნობადობის ამაღლება, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. სხდომის მსვლელობისას უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან დაისვა დამაზუსტებელი შეკითხვები და გაიცა რეკომენდაციები. ჩემმა კოლეგებმა ძალიან მაღალი შეფასება მისცეს ქალბატონ ალიონას გამოსვლას, ზოგადად სამინისტროს საქმიანობას, იყო რეკომენდაციები გარკვეული, ასე რომ ორივე მხარისთვის, როგორც სამინისტროსთვის, ისე უმაღლეს საბჭოსთვის დღევანდელი ინტერპელაცია იყო ძალიან საინტერესო და ძალიან სასარგებლო. ეს კითხვები ეხებოდა პროექტების და პროგრამების შესრულებას, სრულად წარმოვადგინე სამინისტროს მიერ 2025 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია, მათი ეფექტიანობის შესახებ. სხდომაზე წარმოდგენილი იყო გარკვეული რეკომენდაციები, მოსაზრებები, რასაც რა თქმა უნდა მომავალში გავითვალისწინებთ. რაც შეეხება სამინისტროს სამომავლო გეგმებს, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში აქცენტს გავაკეთებთ თემთა ჩართულობა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში, ასევე შერიგებსა ნდობის აღდგენის პროცესში.